მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News. Солидарობა მზია მადლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭოში შეპესე Best House-მა ახალციხის მერიას დავა მოუგო. საუბარია ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე, რომელიც რუსთაველის 124-ში არსებული კინოკლუბის შენობის დემონტაჟს ეხება. დავების საბჭოს გვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით შეპესე Best House დისკვალიფიკაცია გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეუსაბამობის გამო მიანიჭეს. საპირისპიროს ამტკიცებენ კომპანიაში, რის გამოც მერიის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. ამავე დოკუმენტის მიხედვით დავების საბჭომ საჩივარი სრულად დააკმაყოფილა და მერიას დაევალა შეპესე Best House-ის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა შეფასება. თემაზე მუშაობას განვაგრძობთ და ვრცელ მასალას ორშაბათს 20 საათზე შემოგთავაზებთ. რა ვითარებაა ახალციხის მუნიციპალიტეტის ხელოვნური ტბის ლამაზი ხედების მიღმა? გთავაზობთ დაპირებულ სიუჟეტს. ეს ახალციხის ხელოვნური ტბა. ტურისტული ადგილი სეზონის მიუხედავად ხალხმრავალია. აქვეა მოწყობილი საბავშვო ატრაქციონები, სპორტული მოედნები და სხვა გასართობი საშუალებები. თუმცა ამ სიუჟეტში გიყვებით თუ როგორი ვითარება ახალციხის ტბის ლამაზი ხედების მიღმა და რამდენად არის ბავშვების უსაფრთხოება დაცული მაშინ, როდესაც ლამპრებთან ელექტროენერგიის ღია კაბელები, ეგრეთ წოდებული სკოჩით არის დამაგრებული. საბავშვო ატრაქციონები დაზიანებული და ანტისანიტარიის გამო საპირფარეშოები გამოსაყენებლად უვარგისი. ჩვენ ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაზიანებების შესახებ მოსახლეობამ შეგვატყობინა და საკითხით დაინტერესება გთხოვა. როგორც კადრებში ხედავთ, საბავშვო ატრაქციონების მიმდებარედ და პარკინგთან არსებული ლამპიონებიდან გამოსული ღია კაბელები ეგრეთ წოდებული სკოჩით არის დამაგრებული. ტბის ტერიტორიაზე გატეხილი და დაზიანებულია საბავშვო ატრაქციონები. თუ თავდაპირველად გემი ასეთი იყო, იგი ახლა ასე გამოიყურება. კაბელები კი, როგორ არა, კი, შემიმჩნევია. ეს თბილისშიც ხო მოხდა ფაქტი, რომ შადრევაში ჩავიდა ბავშვი და ასე შემდეგ ბევრი ფაქტი გვაქვს მაგის, ხო? არ ვიცი რატომღაც ბოლომდე ვერ მიყავთ თუ არ ვიცი, ხა მაგ დეტალებს მე ვერ დავასახელებ, მაგრამ რა თქმა უნდა, რომ არ არის სწორი და არც ლამაზი და არც სწორი კიდე ყველაზე მეტად უსაფრთხოების ზომები არ არის დაცული თავისთავად. ერთია როცა რაღაცას გიკეთებენ და მეორეა რამდენად უფრთხილდებით, ხო? ნამდვილად გააკეთეს არაჩვეულებრივი, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს არ ვიცი რამდენად უსაფრთხო, აღარ არის უსაფრთხო, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის, იმიტომ რომ არის დანგრეული, გაფუჭებული, დამტრეული. არ უფრთხილდებით მოკლედ. ყველაზე სამწუხარო რაც არის, ეგ არის. ჯარიმა მოქმედებს ჩვენს. არ ვიცი, მე მგონი სხვა არაფერი არ გშველის. სხვა რაღაცებში, მაგალითად საგზაო წესებში ანალოგიური პრობლემები როცა არის, რომ მძღოლი არ უღებს წესებს, ჯარიმა შველის, ხო? ეს კადრებიც ხელოვნურ ტბაზე არსებულ საპირფარეშოშია გადაღებული. აქ წყალი არ მოდის და ანტისანიტარიაა. დასწრილია და დაბინძურებულია ნიჟარები, უნიტაზები, იატაკი, გატეხილია კარები, მაგიდები. ახალციხის მერიამ ხელოვნურ ტბაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ტენდერი თითქმის 2 მილიონ ლარზე 2021 წელს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა, შპს შენ პლუსმა მიიღო. მერიას სამუშაოების შესრულებისთვის 1,900,000-მდე ლარი შესთავაზა და ხელშეკრულებაც გაფორმდა. პროექტის ფარგლებში კომპანიამ ზემოთ ხსენებული თანხის სანაცვლოდ მოაწესრიგა ტბამდე მისასვლელი გზა, პარკინგი, 3 სპორტული მოედანი, სკვერი, საბავშვო გასართობი ატრაქციონები, ველო და საფეხმავლო ბილიკები, გარე განათება და სხვა. რა მეთოდებს იყენებს ახალციხის მერია ბიუჯეტით შესრულებული პროექტების დაზიანებისგან დასაცავად? იმ ფონზე, რომ ახალციხის მერიამ ტბაზე და კიდევ რამდენიმე ადგილზე სათვალთვალო კამერების დამონტაჟებისთვის 650,000 ლარი დახარჯა. კითხვებით მერიას მიუმართეთ. ჩვენ ასევე ვკითხეთ მერიას, თუ რა პრინციპით იხელმძღვანელეს, როდესაც ელექტროენერგიის კაბელები ეგრეთ წოდებული სკოჩით დაამაგრეს და გეგმავენ თუ არა საპირფარეშოს სანიტარულ სტანდარტებში მოყვანას. მერიიდან პასუხის მიღებას მეორე დღეა ველოდებით. ეს არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც ელექტროენერგიის კაბელები ეგრეთ წოდებული სკოჩით არის დამაგრებული. იგივე ვითარებაა ეგრეთ წოდებული 11-იანების დასახლებაში მოწყობილ სკვერშიც.
რუსეთ-უკრაინის ომიდან 3 წელი სრულდება. რა ვითარებაა უკრაინაში? გთავაზობთ სტუდია ვაშინგტონის ჩანართს. თეატრებში სრული ანშლაგია. ყველა ბილეთი თვეებით ადრე იყიდება. არის ბილეთები სპექტაკლზე კაიდაშის ოჯახი. ივან ფრანკოს სახელობის ეროვნული აკადემიური დრამატული თეატრის ადმინისტრაციის განცხადებით, გასულ წელს თეატრმა თავისი 100-წლოვანი ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი აუდიტორია მიიზიდა. ბილეთების გაყიდვებს ერთი თვით ადრე ხსნით. მარტში 31 დღეა და გაყიდვის დაწყებიდან 18 წუთში ყველა ბილეთი გაიყიდა, მთელი თვისთვის. ნიშკუჩი ამბობს, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას თეატრმა მუშაობა დაახლოებით 6 თვით შეაჩერა, მაგრამ როგორც კი წარმოდგენები განახლდა, მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. კულტურა ყველაზე რთულ დროს სულიერი სიმტკიცის ფაქტორად იქცევა. გასული წლის განმავლობაში თეატრის შემოსავალი თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. ჩვენ იმაზე 100-ით მეტი წარმოდგენა გავმართეთ ვიდრე წინა წლებში. ნიშკუჩის თქმით, უკრაინელები საკუთარ კულტურას რუსული საფრთხის წინაშე მყოფნი ბევრად მეტად აფასებენ. ხელოვნების გამოფენის კურატორი ოლენა გროზოვსკა ამ მოსაზრებას ეთანხმება. ჩვენი იდენტობისა და კულტურის წინაშე არსებული საფრთხე დაგვეხმარა გაგვეთავისებინა, რამდენად მნიშვნელოვანია ის. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსები კულტურას იარაღად იყენებენ. სამწუხაროდ, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ამაზე შესაბამისი რეაქცია არ გვქონდა. Дуже довго не були проактивними. ეს გამოფენა ალა ხორსკას ეძღვნება, მხატვარსა და უკრაინელ დისიდენტს, რომელიც 1960-იან წლებში საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა. Ті процеси, які йшли იმ პროცესებს, რომლებიც მაშინ ხდებოდა, სამწუხაროდ დღესაც ვხედავთ. უკრაინული კულტურა ნადგურდება. რუსებმა ოკუპირებულ მარიუპოლში ხორსკას მოზაიკები გაანადგურეს. ამ გამოფენამ ძალიან ემოციური რეაქცია გამოიწვია. в Маріуполі, власне, ми потрапили в нерв. გროზნოვსკა ამბობს, რომ მართალია ხორსკას ნამუშევრები ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად იყო ცნობილი, თუმცა ამ გამოფენამ მოლოდინზე ბევრად მეტი ადამიანი მიიზიდა. За півтора місяці გამოფენას თვენახევარში 52,000 ადამიანი ესტუმრა. ასეთი ინტერესი ჩვენთვისაც კი მოულოდნელი იყო. це рекорд. უკრაინაში წიგნების გამოცემაც მკვეთრად გააქტიურდა. სახელმწიფო გამომცემლობის რეესტრის მონაცემებით 2023 წელს წიგნების გამოცემა 73%-ით გაიზარდა. ამასთან იზრდება წიგნების მაღაზიების რაოდენობაც. ეს სამსართულიანი მაღაზია სენს, რომელიც კიევის ცენტრალურ ხრეშაწიგზე მდებარეობს, გასულ წელს გაიხსნა. ჩემი გუნდი მეუბნებოდა, რომ ეს სივრცე ჩვენთვის ზედმეტად დიდი იქნებოდა. მაგრამ გახსნიდან ერთ თვეში იმავე ადამიანებმა თქვეს, რომ საკმარისი ადგილი აღარ გვაქვს და უფრო დიდი სივრცე გვჭირდება. ერინჩაკის თქმით, მაღაზიას თვეში დაახლოებით 50,000 ადამიანი სტუმრობს. სრულმასშტაბიან შეჭრამდე ბაზრის 70-75% რუსულ წიგნებზე მოდიოდა. როდესაც ისინი ბაზრიდან გაქრა, ისინი უკრაინულმა წიგნებმა ჩაანაცვლა. რუსეთი უკრაინული წიგნების გაყიდვას 30 წლის განმავლობაში ზღუდავდა. ერინჩაკი ამბობს, რომ ახლა იდეალური დროა, რომ უკრაინული კულტურისადმი ინტერესი გაძლიერდეს. ამ ფონზე იუნესკოს მონაცემებით, რუსეთის მიერ უკრაინის კულტურული მემკვიდრეობისთვის მიყენებული ზიანის აღდგენა 2033 წლამდე წელიწადში საშუალოდ $680 მილიონი დაჯდება. ეს იყო დღეს ჩვენს ხელთარსებული ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს TokTV-G და Facebook გვერდს TokTV. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ბედნიერ უქმეებს გისურვებთ.